სტრასბურგში ევროპის საბჭოს 42-მე სესია გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და რეჟიმის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრეს. A female journalist, Mzia Amaghlobeli, was unlawfully. ქალზე ძალადობის ჩაგვრის დევნის ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავეთ პოლიტიკური მიზნები. მზია ამაღლობელის დაჩაგვრით უსამართლო დაპატიმრებით მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება ამ ხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. ის 38 დღეში იმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე. საპირწონედ არც ერთი მოძალა და არც ერთი მწამებელი არ არის არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. და ბოლოს მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით: თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ. In politics is one form of discrimination against women. პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვა ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. მასთან ერთად მუდამ არსებობს სწავლის, შრომის უფლების დარღვევა, ოჯახური ძალადობა და ზოგჯერ ფემიციდიც. ამიტომ არაა გასაკვირი საქართველოში უყუსლა ამ მიმართულებით. ჩვენ გქონდა კანონი პარლამენტის საარჩევნო სიებში ქალთა კვოტების წახალისების შესახებ, რომელიც გაუქმდა. ასევე უდიდეს ზეწოლას განიცდიან პოლიტიკურ მანიფესტაციებში მონაწილე ქალები. პოლიციელები მათ ორგანიზებულად სისტემატურად აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ყავს პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, რომელზეც ისაუბრა ჩემმა კოლეგამ. ყველაფერი ეს ხდება ტრადიციების დაცვის და სხვა ფსევდო-კონსერვატიული ფასეულობების სახელით, რაც უკვე სახიფათო ტენდენციად ყალიბდება არა მარტო საქართველოში. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ტენდენცია.